თბილისის სააპელაციო სასამართლო 5 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით მიღებაც გაიმართა. მიღება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საიუბილეო საღამოზე უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს და 5 წლის განმავლობაში სასამართლოში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრეს. საიუბილეო საღამოს დასასრულს ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებს და აპარატის მოხელეებს შრომის მოყვარეობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებისადმი ერთგულებისთვის მადლობას გადაუხადა. დღესვე სააპელაციო სასამართლოში ქართული სასულიერო და საერო სამართლის ძეგლთა ფოლიანტების მუდმივ მოქმედი ექსპოზიციაც გაიხსნა. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ 5 წლის განმავლობაში იმდენი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომ ფაქტი ის, რომ სასამართლოსადმი ნდობა 66% არის დღეს, მაშინ როდესაც 15-20% იყო. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. მანამდე არსებობდა ეგრეთ წოდებული საოლქო სასამართლო, რომელიც იხილავდა საქმეებს პირველი ინსტანციის წესითაც და აპელაციის წესითაც. ანუ აღრეული იყო ეს განჯადობა და კომპეტენცია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ შექმნილი თბილისის სააპელაციო სასამართლო შეიქმნა სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაციის კონტექსტში. მინდა მოვუძოთ დღევანდელი დღე სასამართლოს და აღნიშნო, რომ ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდესაც ვასრულებდი ამ ნამუშევრებს სამართლის ძეგლთა ფოლიანტებს. და აქ არის გამოფენილი 14 ნამუშევარი.